თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქალი პროფესორები სამეცნიერო მიღწევებისათვის დააჯილდოვეს. აგრარულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორებს აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებისათვის საპატიო სიგელები გადაეცათ. მანნა კევლიშვილის, მზია ღაღოლიშვილისა და ლალი ელანიძის დაჯილდოება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. Ჩვენ მოგეხსენებათ კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობის დარგზე. ასე შეიძლება ვთქვათ, რომ ჩიხში მოხდა სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, ყველა უარყოფითი გავლენა, რაც ახლავს კლიმატის გლობალურ ცვლილებას, თავს დაატყდა კახეთის რეგიონს. ამიტომ ფერმერების, ასე ვთქვათ, დაკვეთაც იყო, ჩვენი ინტერესიც იყო. მოგეხსენებათ, რომ ხორბლის თესვას ფერმერებმა თავი მიანებეს, იმიტომ რომ ფაქტიურად ხორბალი აღარ მოდის ჩვენს რეგიონში კლიმატის ცვლილებების გამო, ასევე სიმინდს ჰქონდა დიდი პრობლემები, ხეხილის ბაღი, რომელიც 9 ჰექტორიდან ერთი მცენარეც არ იყვავილებს, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა ფერმერისთვის. ამიტომ ჩვენი კვლევის ძირითადი მიზანი იყო შემდეგი. შეგვეცვალა აგროტექნოლოგია ხორბლის კულტურისთვის, სიმინდის კულტურისთვის, ასევე შეგვესწავლა ნიადაგური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს აი ამ კლიმატის გლობალურ ცვლილებების ფონზე ხეხილის ბაღებში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ხილის კულტურის ძალიან დიდი ნაწილი გამხმარია და კიდე ხმება ბაღებში და ამიტომ პრობლემა იყო სწორედ ნიადაგში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნები, ჟანგბააღდგენითი პროცესი, რომელმაც არასასურველი ელემენტები წარმოშვა ნიადაგში. აი ამ ასეთი სიღრმისეული კვლევების შედეგად ჩვენ დავდეთ შედეგი სიმინდის აგროტექნოლოგიაზე, ვადები შევცვალეთ, მისი აღების ტექნოლოგია შევცვალეთ, ასევე შევცვალეთ ხორბლის ტექნოლოგია, თესვის ვადები შევცვალეთ. ჩვენ ახლა იანვარში დავთესეთ ხორბალი, რაც რა თქმა უნდა ყველასთვის გასაკვირველია და ყველასთვის ახალია. ამიტომ აი ამ კვლევების საფუძველზე ასევე ჩვენ ჩართული ვართ მრავალ საერთაშორისო პროექტში და ჩვენ დავდეთ შედეგი უცხოელი პარტნიორების მიერ გამოსცემების გაზიარების საფუძველზე. ძალიან დიდი შედეგი დავდეთ დარგის განვითარებისათვის. შევქმნით ახალი სამეცნიერო პროგრამები, სასწავლო პროგრამები, რითაც ჩვენ ახალი მეთოდებით, აგერ დუალური დავგეგმეთ ჩვენ ახლა და დუალური სწავლებას განვახორციელებთ სამაგისტრო პროგრამაში და ყოველივე აი ამის საფუძველზე თავი მოიყარა ჩვენმა, ასე ვთქვათ, სამეცნიერო მუშაობამ და შესაბამისად სოფლის მეურნეობის აკადემიამ დაგვიფასა ეს შრომა და გადმოგცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო. ეს იყო ჯილდო წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისათვის. ეს ჯილდო არის ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციის, კიდევ უფრო მეტი ენერგიის მომცემი და სამომავლო ხედვების უფრო მეტად გაუმჯობესების და ამაზე დიდ მადლობას ვუხდები მეცნიერებათა აკადემიას.